ზოგადად ამ კონცენტრების საქმე ზამოსთავად გამოიყურება, იმიტომ ბოლოს და ბოლოს გასაგებია შეიძლება დაეჭირო ორგანიზატორი. მაგრამ ზოგადად რაც ვიცით, ყოველთვაში არის რომ ათასობით ადამიანი ამაში ჩართული და ერთ ადამიანს რო დაეჭერა, ორ ადამიანს დაეჭერდა კიდე 500 არ დაეჭერ, ერთ-ერთი ეჭვება რომ უბრალოდ პატრონი შეუცვალეს. ერთი ადამიანის კონცენტრი იყო, ისინი დაიჭირეს, მოხსნეს და სხვა ადამიანს გადააბარეს. და ეს რო რაღაც დიდი ხანი ამდენი გრძელდება, ვიცი, უკვე 10 წელი ამაზე საუბარი მიდის ამა თუ იმ ფორმით. აი პროკურატურამ თქვა უშუალოდ ამ საქმეზე რომ 2023 წლებზეა ლაპარაკიო, მათ შორის ლილუაშვილის სახს. ხო, რამდენი ხანია ეს ზოგადად ამაზე წუსია მიდის და თუ ამდენი წელი მიდის ეს ბიზნეს, რამდენი ადამიანი იქნებოდა ჩართული, ნუ თუ აი მინიმუმ ისიც ხო მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ახალგაზრდები რომ თაღლითობაში არიან ჩართული და ფულს შეულობენ, ეს ხო უნდა გამოაშკარავდეს. კაი შეიძლება არ დაიჭირო ეს ადამიანი რაღაცის გამო, ყოველას ხარ ჩასობოლს და ბოშ ციხეში, მაგრამ უბრალოდ ხალხმა რო იცოდეს რომ ჩვენი ახალგაზრდები თაღლითობით შეურობენ მასობრივად ფულს. ეს სერიოზული პრობლემაა სიამდვილეში ეს პოლიტიკური გენეზის როგორზე გადავდოთ. და მინიმუმ ამისთვის ღირს რომ, რა ვიცი, სახელი და გვარები ვიცოდეთ ადამიანების, ვინც ამას აკეთებს. და ამის ნაცვლად უბრალოდ რაღაც ორგანიზატორები იქნება, ისიც ხა გასაგებია როგორ ამ სასამართლოს და ამ პროკურატურის პირობებში უნდა დააბრალო რომ 100% სიმართლეს ამბობენ, ამას ეს ცალკე პრობლემაა ზოგადად, მაგრამ რომ წაუხსნა რომ ვიღაც ადამიანი მართლა იყო ჩართული ამ კონცენტრებში, დანარჩენები სად არიან? და მაინდა-მაინც ის 3-4 კონცენტრი იყო თუ 3-4 ადამიანის და მეტი არავის არ ქონდა ქვეყანაში, და ეს ყველას უცნაურად გამოიყურება ძალიან. თქვენ ესეთ აქ პოლიტიკური, თქვათ, მდგენელიც არის, ვიდრე უბრალოდ აღრითობა და ფულის გათეთრება. ხო, აი მე რო აი ხო მაგათი ბიზნეს შუსადიზები იყო, თქვა რომ აღარ გვინდა შექმნის თაღლითობაო. ხო, სიამდვილეში სხვანაირად იგი დადგებოდა, ხო, იქ რაც ამერ ადამიანს დაეჭერდნენ, იქნებოდა თუნდაც ეს იმეილზე იქნებოდა საგამოძიებო ჟურნალი რაღაც გამოძიება ჟურნალისტური რო სადაც გამოვალდა რამდენი ადამიანი ახალგაზრდაა ჩართული, რომელი უნივერსიტეტებიდან მაგალითად. ხო, საინტერესო უბრალოდ, აი რომ დავინახოთ რა მართლა პრობლემა გვაქვს. ამას გავაკეთებდი ალბათ, ხო, თუ პრობლემის აღმოფხვრა მინდა